აწია ხელი თუ ახალ სკოლაში გადახვედი და გგონია რომ ყველა შენს წინააღმდეგაა შეკრული. წელს ახალ სკოლაში გადავედი, თუმცა თითქოს ეს კლასი უკვე ერთადაა შეკრული და სულაც არ თვლიან რომ მათ ოჯახში ახალი წევრი სჭირდებათ. მუდმივად მგონია რომ ზედმეტი ვარ, თითქოს ყოველთვის ყველა მე მეღურებს. მგონია რომ ზურგს უკან ყველა ჩემზე ლაპარაკობს და დიდად გულზე არც არავის ვეხატები. ეს ვიყავი მე რამდენიმე კვირის წინ. თუმცა მასწავლებლებმა და მეგობრებმა ისეთი რჩევები მომწეს, რომელიც მე გამომადგა ხო და შენს გაგიზიარებ იქნებ გამოგადგეს. პირველი, ეცადა იყო ღია და სასიამოვნო. არ შეუშინდა მსუბუქ კომუნიკაციებს. ქართული დაწერე, ძალიან მარტივი იყო. აუ, კი, ეს მასწავლებელი ზოგადად მარტივი მეორე, თუ თავს გარიყულად იგრძნობ, არ გაერიდო სიტუაციას. შესაძლოა მათი inside joke-ები სულაც ვერ გაიგო, მაგრამ ეს ბუნებრივია. შენ ხო ახალი ხარ. ამ ყველაფერს არ შეუშინდე. პირიქით, ხიარულად შეხვდე. თიკო, მოდი, ოღონდ შენ კატებთან ფრთხილად იყავი. კატების გეშინია? აუ, კი, მე-7 კლასში რო ვიყავით, კატა გამოიკიდა და მთელი 10 წუთი დაიყვნენ. მესამე, ეცადე არ იფიქრო ზედმეტი. ხშირად შეიძლება ბევრი რაღაც საკუთარ თავზე მაშინ მიიღო, როცა შენ სულაც არ გეხება. არა გახსოვდეს, რომ სკოლაში ხარ და მან ყველას თავისი საფიქრალი აქვს. მეოთხე, იყავი მშვიდი და სტაბილური. ნუ გაიხსნები ზედმეტად და შენს თავზე ზედმეტად ბევრს ნუ მოყვები. პირიქით, დასვი ბევრი კითხვა და მოусმინე მათ. ადამიანებს უყვართ, როცა საკუთარ თავებზე საუბრობენ და სხვები უსმენენ. ნელ-ნელა დრო და სიტუაცია გიჩვენებს, ვისთან რა დონეზე ღირს გახსნა. ისე შენს კლასს ბოლო ვინ შემოუერთდა. მონიშნე კომენტარებში.